რა ქორი ესე უცბად მოწყვეტით. გამოაცხა. სალამი. გამარჯობა. ჯიმი, ნიკო, ქორი, დავითი, ბატონ დავითი. ქორი დაგვიბრუნდა. და დაჭდა ისე თავის ბუდეში. ქორის ბუდე, ქორბუდა ირემი. ხარირემი. ან ქორიჯისაც უკავშირებ მე. კი ბატონო, როგორ ახარ ჯიმი, როგორ ჩაიარა შენმა? კვირამ. კვირას ჩაიარა კარგად მე მგონი ნიკო. კვირას ჩემი ყურადღება მიპყრობილი იყო მაღალფარდოვნად რო ვთქვათ, ერევნისკენ. რა ხდებოდა ერევანში? ხო, ერევანში იყო მართლა იმის ხუმრობის გარეშე და ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო და დიდი ალბათობით, ესე იგი, რასაც წინასწარ მეტყველებდნენ, ისე დამთავრდა. ხო, ბევრი ფიქრობდა, რომ ფაშინიანი ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად მოძლიერებული იყო, არა მხოლოდ თავისი ძალებით, რუსეთიდანაც სერიოზული ის იყო ხარდაჭერა და არა, ფაშინიანს არა, ოპოზიციას და ძალიან გავდა ეს ამბები აი და 2006-2007 წლებში, რაც ჩვენთან ხდებოდა, იმ მასშტაბის ის იყო რა, საინფორმაციო შტურმი. ხო, მაგრამ აი როგორი რაღაცა არის, იცი, როდესაც თვითონ ხელისუფლება სწორ პოზიციაზე არის, საზოგადოებასთან აქვს კომუნიკაცია, ხო, ძნელი არის, ასე ვთქვათ, ძირის გამოთხრა გარედან. რაც აი აჩვენა, ხო, ახლა ტიპს ჰქონდა საარჩევნო კამპანია, დაახლოებით ალბათ 6-7 თვიანი, ხო? მის აქტივობებს სოციალურ ქსელში როცა უყურებდი, სულ ცდილობდი მავიწყდებოდა პერიოდად, აი როდის არის არჩევნები და ყოველთვის იყო რომ მოვძებნიდი ძალიან შორს. 7 ივნისი იყო, ხო? აი ესეთი აქტივობები საზოგადოებასთან ურთიერთობა ჰქონდა 2 თვის წინათ, 3 თვის წინათ, ხო? როგორც ჩანს, ეს იყო მისი, ასე ვთქვათ, ცხოვრების წესი და მართვის მეთოდი, ხო? რამაც გაამართლა და მნიშვნელობა, რა ვიცი, ახლა თუ შევახსენობთ აყურებელსაც, ხო? ახლა ეგეთი ამბავი არის ჩვენთვის, ხო, ამ ვისთვისაც ძვირფასი არის რაღაცნაირად ეს დასავლური არჩევანი და განვითარება, ხო, დასავლური ძალიან ეს არის რა, საყრდენივით არის ახლა ეს სომხეთის პოზიცია. სომხეთის დაბრუნება ძველ კურსზე, ანუ რეგიონში ყველაზე პრორუსული ქვეყნის, ხო, იქნებოდა ჩვენთვის კატასტროფა. მე ასე ვფიქრობ. კარგი. შენ ხო არ მეწინააღმდეგები რამეში. და როგორი დღე გქონდა? მაგას რა შუქებდი? დაძაბული, ანუ მე ისე ვიყავი, რომ თავიდანვე წინასწარი გამოკითხვების შედეგი მე მორიგე ვიყავი თან და სანუ უყურებდი და პრინციპში ვიცოდით ახლა როგორც დამთავრდებოდა ეს არჩევნები რა. ხო, იცი რა არის? ხო, მაინც იყო ეს. გარდა იმისა, რომ რუსეთისგან ვიცით ხოლმე რომ მოსალოდნელია მათგან ხანდახან რაც წარმოუდგენელი ტრუკების დადგმა ერევანში გვახსოვს პარლამენტის შენობაში შევარდნად ღმერთო აშოროთ კიდევ რაღაცა მსგავსი მასშტაბის კატასტროფა, მაგრამ თუ რაღაცა ეგეთი არ მოხდებოდა, ხო, მე რასაც უყურებდი პროგნოზებს, ხო, ძირითადად მაინც ესეთი ის იყო საუბრები, რომ აი საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს თუ უბრალოდ უმრავლესობას. აიღო უბრალო უმრავლესობა 50%-ის მახლობლობაში, ანუ მხოლოდ მის პარტიას სამოქალაქო შეთანხმება შეუძლია მთავრობის დაკომპლექტება კოალიციის გარეშე. საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ აიღო. საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებოდა კონსტიტუციის შესაცვლელად, სადაც იქ პრეამბულაში თუ სამოკლედ რაღაც ეს ყარაბაღის თემები არის ფართედ და ეს ახლა მისი საგარეო პოლიტიკა და ეს კონცეფცია ითხოვს, რომ ეს კონფლიქტი ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს და აი ეს თურქეთთან, აზერბაიჯანთან სრულფასოვანი ის შეთანხმების გაფორმებისთვის საჭირო არის ამ იმის საკანონმდებლო სივრცის გათავისუფლება. ეს არ არის, მაგრამ ის რომ ერთპიროვნულად შეუძლია პარტიას მთავრობის დაკომპლექტება და ქვეყნის მართვა, ესეც მნიშვნელოვანი არის. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი დაკვირვებით რაც იყო, ხო, ის რომ თვითონ სომხურ საზოგადოებაში საარჩევნო პროცესისადმი ნდობა არის მაღალი. აი ჩვენთან როგორ არის, რო შევადაროთ? ახლა ბუნებრივია უნდა შევადაროთ, იმიტომ რომ ჩვენი უშუალო მეზობელი არის და რაღაცაში ხან ჩვენ ვართ მათთვის მაგალითი და ხან ისინი არიან ჩვენთვის სამაგალითო, ხო?
არ ყოფილა დიდი გამოწევა იმაზე, რომ აი რაღაცნაირად იქ ოქმი გადაწერეს, ის გააყალბეს და აი აქ კენჭი ესე უყარეს, ხმები ამას მიცეს და იქ შედეგი სხვა ამოვიდა და რაღაც მაიმუნობა მოხდა. ასეთი არაფერი არ ყოფილა. ის რომ აი ხო ხვდები, იყო პრეტენზიები საარჩევნო კამპანიის წარმოებისას, იქ ვიღაც ტიპები დააკავეს, გიუმრიში იყო, მაგრამ აქ რუსული მეთოდები არის ეს ამორჩევლის მოსყიდვა და ესეთი რაღაცეები, ხო? მაგრამ აქაც იყო ეს ერთეული შემთხვევები. რატო აბრალებთ ყველაფერს რუსებს? ანუ რუსული მეთოდებიც არის, მაგრამ ქართულიც კარგად არის და სომხურიც და ზოგადად ხვევია ჩვენ არის ხოლმე. ხო, მაგრამ იქ ვისაც ვისაც რუსეთი უჭერდა, ის ტიპები აქტიურობდნენ ამ თვალსაზრისით. შეიძლება ეს არის მე ერთ უბირ და უნდილ და ტეტია მამაკაც, რა თქმა უნდა, რომ შეიძლება ჯობდეს, როცა არ არის საკონსტიტუციო უმრავლესობა, იმიტომ რომ ჩვენი უშუალო უახლოესი ისტორიის გადახედვისას კი ფიქრია, რომ აი ცოტა ნელა რო გაკეთებულიყო რეფორმები, ის რო არ იყო, რომ აი ახლა ყველაფერს ცვლის და ხელფეხის გახსნა გვჭირდება ნაციონალური მოძრაობის დროიდან. ამბებზე მაქვს ლაპარაკი, ვინძლო უკეთესი ყოფილიყო ყველასთვის. ეხაც ის არის, რომ არ ჭირდებოდათ განსაკუთრებული გაყალბება ფაშინიანის მომხრეებს, იმიტომ რომ იცოდნენ მანამდე რა ვითარება იყო და ჩვენთანაც იყო რამდენიმე არჩევნები ჩატარდა, რომელიც ეს ყველა ვიცოდით, რომ რაც იყო ეგ იყო და მე იგივე სააკაშვილის მმართველობის პირობებშიც, აი მისი საპრეზიდენტო არჩევნები როცა იყო, როცა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, გაიმარჯვებდა თუ ვერ გაიმარჯვებდა, აი მე წამოვიდა უამრავი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ აი რატო იღებს ერთ რეგიონში 80%-ს, როცა სხვაგან შეიძლება სხვანაირად არის გადანაწილებული. ხო ხვდები, ანუ ამ წუთას არ მომხდარა ეგენი, იმედი არც მომხდება, მაგრამ ხანდახან კაია, როდესაც ბრძოლა და დარწმუნება გიწევს და ისე არ არის, რომ ყველა ვინ ჩემი წინააღმდეგი არის რუსეთის აგენტია, მარტო მე მინდა რომ ის გავაკეთო. ხო, მესმის. ხო, კი, მესმის. იცი რა არის, ეს იყო ასე ვთქვათ, საბედისწერო არჩევნები, ხო, აი რაღაცნაირად ეს ბედის გამსაზღვრელი ქვეყნის და დარწმუნებული ვარ თვითონ ამ პოლიტიკური ლიდერებისაც. დარწმუნებული ვარ ფაშინიანს რო წაეგო ეს არჩევნები, ხო, მისი კარიერა და მისი ბედი არ იქნებოდა შესაშური. ისეთი ძალიან არაგებდა ვიცოდით რა. ხო, არაგებდა, მაგრამ უყურე როგორი რაღაცა არის ის რომ თვითონ ეს საარჩევნო პროცესი იწვევს ნდობას, არის ძალიან მრავლის მეტყველი და ბევრ კარგ რამეზე მეტყველებს თვითონ სომხური საზოგადოებისას. რას გულისხმობ? ამ ტიპის არჩევნებში როგორც წესი მართველი პარტია, ხო, იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და არა, ხო და ახლა ხო ჭირდებოდა. არა. დაზღვევის, ხო და რა ამბობ რომ გამოიყენებს აუცილებლად მეთქი. ჩვენთან როგორც წესი, ესე იგი საზოგადოების განწყობა 100%-ით, თითქმის 100%-ით აისახება არჩევნებში, მხოლოდ ისეთ არჩევნებში, როდესაც აი როგორ გითხრა ახალი შეცვლილია ხელისუფლება. როგორც ბატონი ბიძინა იტყოდა, ახალ ხელისუფლებას მოჭარბებული ნდობა აქვს, ასე ვთქვათ, ხო და არაფერში არ ჭირდება. ასეთი იყო მაგალითად საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს, ხო? 2016-ის საპარლამენტო არჩევნებიც. ოცნებას ჯერ პირველი ვადა ჰქონდა დამთავრებული და ნუ რაღაცა. ყოველი შემდეგი არჩევნები და საარჩევნო პროცესი უკვე დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს, ხო? და აქაც ხო ეს იყო იმდენად მნიშვნელოვანი არჩევნები, ოპოზიციასაც ჰქონდა იქ განცდა, რომ რაღაცნაირად ისეთი ატმოსფერო ომი აქ წაგებული, ხო? აგერ ახლახანს, აი ამხელა ის რუსეთი მხარს უჭერს. ესე იგი მხარდაჭერა 2006 წელი რატო გავიხსენეთ, ხო? უცბად აღმოაჩინა იმას რუსეთის იმან ზედამხედველობის სამსახურებმა, რომ სომხური არც მარწყვია კარგი, არც კარტოფილია, არც ბოსტნეულია, არც ხილი, არც გარგარი, რომელსაც რაღაცა და სულ რაღაცა გაგიჟდებოდა, შეგიძლია რომ თუ მხარდაჭერა გინდოდა და აგერ ომი გქონდა ცოტა ხნის წინ და იქნება რაღაც ცოტა ხელი გაგენძრიათ, როცა ისინი დრონები დაფრინავდნენ, ყველგან და გბომბავდნენ. თუ თქვენ ყავით, აგერ გქონდათ ეხა შანსი რომ გამოგევლინათ, რომ სტრატეგიული პარტნიორი ხარ და ვერ ქნეს და არ ქნეს, ხო და ეხა მე ზევიდან უკარ ნახო რომ
ტიპებს, რომლის უსაფრთხოების გარანტორი იყავისავით კი არა, ნუ ეგრე იყო და მე ხელი არ გაანძრიეთ, თითიც არ დააკარე, როცა ჭირდებოდა და ეხა ეუბნები რომ ესე მოიქეცი და ისე მოიქეცი თუ შეიძლება. წადი შენ იმას მიხედავ. კი ბატონო. მაშინ ჭაობში ხო, ისა სომხეთი არის რუსეთთან ერთად იმ ODKB-ს წევრი, ეს ქართული აბრევიატური და კუხოს წევრი, კოლექტიური უსაფრთხოების, ხო? ვიცოდი ქართული. ხო. ხო და კოლექტიური უსაფრთხოების და ამაზე დიდ განსაცდელში რაც ედგა სომხეთს, ხო? ახლა ესეთი სრულმასშტაბიანი ფაქტობრივად ომი ქონდათ, ხო? ანუ მე ერთი წამით ცალსახად მინდა თქვა რომ ის კი არა რომ რამე პოზიციას ვაფიქსირებ თან დაკავშირებით ვინ როგორ რანაირად აი გასაგებიანი იყო. უბრალოდ არჩევნების წინ სომხების კუთხიდან ხედავთ ამ ვითარებას. ხო, ანუ ცალსახა იყოს. აი საერთაშორისო ხელშეკრულებებით და იმეებით და ამეებით სრული ვალდებულება ქონდა დახმარებოდა. არ დაეხმარა. რატომ არ დაეხმარა, როგორ არ დაეხმარა და ასე არგუმენტები და ის მესამე ხარისხოვანი არის, იმიტომ რომ ეს ვალდებულება ქონდა. ხო და ნუ აი ეს ფაშინიანის არგუმენტიც ეს არის, ხო? აი რანაირად ისა ვქნათ, ვითანამშრომლოთ და რაღა უნდა გამიჭირდეს, აწირო, შენ დამეხმარო, ხო? ხო, აი იმის როგორ არის ის ვირუსული ვიდეო რო არის გაგულახენ უკვე. ხო, გაგულახენ. რაღაც ეგეთი იყო. რომელიც ის იყო, ცოტა დავიქრინჯე, როგორც ახალგაზრდები იტყოდნენ, ჩვენი პოლიტიკური ელიტის მოკლედ იმათ ჰქონდათ ესეთი ფრაზა სომხებს, რომ მარწყუზე დამოუკიდებლობას ვერ გავცვლითო, იმიტომ რომ რუსეთმა ხო, მარწყვის შეტანა აღინიშნა, რომ სომხეთიდან თურმე ცუდი მარწყვის შედის თუ რაღაცა, როგორც ჩვენ ვიათ ხოლმე, როცა ჭირდებათ. მეორე დღეს თუ მესამე დღეს ჰქონდა პაპუაშვილს განცხადება, რომ ევროკავშირიო გაწევრიანება მარწყვიაო და ჩვენო დამოუკიდებლობის გასვლას ვთხოვენ მარწყვში, რაც აშკარა გადმომღერება იყოს სომხური ნარატივის ჯერ ერთი და მეორე ერთი. არც ახლა იმათ შემთხვევაში ესეთი ფრაზა იყო გასაგები, ჩვენ შემთხვევაში იყო ყურით მოთრეული არაფერს საჭირო და თვითონ ეთხოვა ChatGPT-ს რომ ცოტა სხვანაირად დაწერო, ძალიან არ გავდეს რომ იმათგან არის გადმოწერილი, მით უმეტეს რომ იმათ კონტექსტში ჯდებოდა ჩვეულებრივად და ჩვენთან ის მარწყვი რომელიც გუშინ წინ იქნა ნახსენები იმათთან რატომ მოვიდა არ ვიცი. ხო, თან ასევე ქართული მარწყვი არ არის გემრიელი. ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან არც სომხური არ მიჭამია, შეიძლება არც იმათია გემრიელი, მაგრამ რამდენჯერ მივჭამე მარწყვი და იყო ძვირი, დიდი, შესახედავად ლამაზი, გემოვნებით თვისებებით სიმჟავე ჭარბობდა და არ ჩვენ გაცლია ეგეთი მარწყვი. ანუ აღარ რამდენჯერმე ვიყიდე ეს მარწყვი, თან ძვირია ესე რაღაცა და მე ვის რა თუნდა? ვის რა თუნდა ეს მარწყვი? ეგ საერთოდ ეგ რო აბსურდში რო გაცხოვრობენ, ეგეც ის არის ამბავი რომ რაღაცნაირად ისე წარმოჩინდება, აი სულ რო არ იცნობდეს საქართველოს ისტორიას მსმენელი ან მაყურებელი და უცბად ჩართო რაღაც საინფორმაციო გადაცემა და უყურებს ისეთი შთაბეჭდილება დარჩება რომ საქართველოს თუ კი რამე პრობლემები შექმნია, ხო, ყველაფერი აქვს შექმნილი ევროპიდან. ტერიტორიული მთლიანობა და ფინანს ყველაფერი ისა, ხო და რუსეთი პირიქით. ხო, აი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა, ძალიან ესეთი ცნობილი ხალბატონი, რომელიც ბოლო დროს ძალიან მაღალი სიხშირით აკეთებს საქართველოს განცხადებებს და ძირითადად აქებს ხელისუფლებას. მეგობარი რო ეს არის. ხო, მაგაზე თქვა თორის თქვა, ხო და საქართველოს ხელისუფლება შეაქო ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯებით, ბოლო დროს საქართველოს სუვერენიტეტის გამტკიცებისკენ მიმართული ნაბიჯებით და დედამიწის ზურგზე რუსეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არ ცნობს საქართველოს სუვერენიტეტს და რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, კონსტიტუცია, ყველაფერი ფეხით აქვს გათელილი. არა, გათელილი აქვს, წარსულს მაინც ესე გამოდის, რომ თითქოს გათელა და წავიდა, ხო? თელავს ყოველდღიურად. აი ახლა თუ ვინმე აკვირდება, საერთოდ არის ჩვენი საინფორმაციო სივრციდან ეს პროსახელისუფლებო ტელემედიებიდან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ამბები. იქ ჩვეულებრივ მიდის ინტენსიურად მზადება ანექსიისათვის. აი როგორი რაღაცა არის, იცი, აი ერთი ესეთი, აი პატარა რაღაც ნამცეცის გადაადგილების სიმარტივე არის მის ცხინვალის რეგიონის რუსეთზე მიერთების. ყველაფერი გამზადებულია. თუ გახსოვს, რამდენჯერმე იყო მცდელობა ცხინვალის მხრიდან, რომ ეს ჩაეტარებინათ რეფერენდუმი ბჭყალებში. კი, აჩერებდნენ თვითონ რუსები აჩერებდნენ, იმიტომ რომ რაც. ხო და უყურე, ეთყობა ეგ ნაწილი მაინც დაალაგეს. ხო და აი ზახაროვა უხდის მადლობას სუვერენიტეტის გამტკიცებისთვის და აი ეს ტიპები ამ მადლობას ყოველ შემთხვევაში არაფერს არ ამბობენ, რა მადლობას გვიხდი ეს ქენი ის რაღაც
განცხადების დონეზე ხო შეიძლება ის 10ჯერ რო იტყვის რაღაცას ერთხელ გამოეხმაურა მთელი ენერგიით ის მთელი თავიანთ ენერგიას და ძალღონეს ახმარენ დასავლეთიდან მომავალი რაღაც საფრთხეების შესაკავებლად. ისე ნიკო რო დაფიქრდე, საქართველოს ოკუპაციის სახით პრობლემები ყველა მხრიდან შექმნია. აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან. ერთი დასავლეთიდან არ ყოფილა ეს ოკუპაცია. ახლა ვიღაცა იტყვის რომ აი ეს პირველი მსოფლიო ომის მერე გერმანელები აქ ხო ჯარი ყავდათ გერმანელებს, ინგლისელებს, მაგრამ მაგას არავინ არ იტყვის. არა, გერმანელებმა ხო, არა, მოგვაწუნენ და გამოუკიდებლობა გამოგვაცხადებიეს. თან мотиваციაც ხო რა იყო, რომ აი რაღაც ის თქვენი ტერიტორიები, რომელიც ჩემ მოკავშირეს თურქეთს აქვს დაკავებული და რაღაცები, ეს რო დავიბრუნოთ და რაღაცა და ის მოკლედ ჩვენთან ერთად შეთქმულივით მოქმედებდნენ გერმანელები, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოეცხადებია და რაღაცნაირად ეს ტერიტორიები მაგალითად ძალიან მოკლედ თქვა 1 საათიანი მოყოლის ამბავია და ჩემ პოდკასტში ადრე ბექა კობახიძეს აქ მოყოლი ძალიან გამარტივებულად ვთქვათ, რომ პირველი მსოფლიო ომია გერმანია და ოსმალეთის იმპერია ერთგვარეს იბრძვიან საქართველოს რუსეთია. ოსმალეთის იმპერიას უნდა რომ საქართველოში შემოიჭრას გერმანელებს არ უნდა თუ აქ შემოიჭრან, მაგრამ ვერ ეუბნებიან, იმიტომ რომ რუსეთში იჭრებიან ისინი თავიანთი მოკავშირეები. ამიტომ გერმანელები ჩვენ გვეუბნებიან რომ დროზე გამოაცხადეთ დამოუკიდებლობა, ჩვენ ვიქნებით თქვენად დაგიდგებით გვერდზე და მერე ჩვენ მოკავშირეებს ვეთქვით რომ ჩემ მოკავშირე საქართველოს არ დაარტყე, იმიტომ რომ რუსეთის აღარ არის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ეგ ის იყო. მერე გერმანია მალევე დამარცხდა მაგის მერე და უკვე ინგლისის ჯარი იდგა აქ, მაგრამ ასევე ისე შეთქვი რომ ვერ იტყვიანო მაგასო, მაგრამ როგორ ვერ იტყვიან? აკი ნათქვამი აქვს კიდევაც რომ მიგვატოვესო და შეგვატოვესო და რაღაც ეგეთები იქნეს. ხო და უყურე და მე ინგლისის ჯარები იდგნენ აქ, იმიტომ რომ გერმანია აღარ იყო აქტუალური წააგეს ომი და აქ მოკლედ და ხო, არა, პირველ მსოფლიო ომში დამარცხდნენ და მე იქ ქონდათ უკვე სამეფო სამშობლოში ქონდათ ისეთი ამბები და ხო მე ინგლისი და მაგრამ ხო და უყურე ანუ ჩვენი ისტორიული გამოცდილება, ერის გამოცდილება არის, რომ ყველა მხრიდან მოვიდა დამყრობი და გამანადგურებელი ძალა და ეს გამოვცადეთ. საუკუნეები გრძელდებოდა ეს დაპყრობა და ძალადობა და უბედურება და ერთი არ არის დასავლეთიდან და ახლა თავარიდას ანუ საიდანაც არ მოსულა, იმით გვაშინებენ და საიდანაც მოსულა და მოსულა რა არ წასულა ჯერ ხო ეს ჩრდილოეთის საფრთხე ხო ის იქ დამთავრებული ამბავი არის და არ ვიცი ხო, ესე იგი რისი გამოცდილებაც გაქვს და რაც ერთხელ და არაერთხელ მომხდარა, იმის რაღაცნაირად არ გვეშინია და აღარ გვაწუხებს და არარსებულ პრობლემას ვებძვით მთელი გამწარებით რა. აბსურდია. ხო, აბსურდია რაღაცნაირი უცნაური ამბავი არის, ხო. ხო და ნუ მოკლედ რაღაც კარგიც ხო ხდება ესეთი ის არის რაღაც ფრაზა ცოტა გასამხიარებლებელი ჩვენს რეგიონში ნუ რაღაც კარგი მოხდა და ხო ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე მთელი დღის განმავლობაში აქედან ქართული მედიებიც იყვნენ აკრედიტებული და შესაბამის კითხვებსაც უსვამდნენ ფაშინიანს, მაგრამ არ ეზარებოდა და ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა მთელი 7 ივნისის განმავლობაში არჩევნების პროცესში მიმდინარეობისას და არჩევნების შემდეგ საქართველოსთან ურთიერთობაზე, საქართველოსთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე და ნუ რაღაცნაირად ეს რომ მარტო გაუჭირდება ამ დასავლური კურსის შენარჩუნება და გამტკიცება, რაც ეგრეც არის. და მართლა იცი რა არის უნიკალური სიტუაცია ლაგდება იმას ჩვენს რეგიონში, რომ სამივე რესპუბლიკა რაღაცნაირად საქართველომაც ვაუბას მხარი ხო, სამივე რესპუბლიკა რაღაცნაირად იქნება დისტანცირებული იმისგან, რუსეთისგან, რომელიც არის, ნუ ჩვენი ბოლო დამპყრობელი არის, ეს ოკუპაცია არ დამთავრებულა, მაგრამ ხო, ბოლო 200 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ საფრთხეს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ერის არსებობას გვიქმნიდა ეგა და ნუ რაღაცნაირად ახლა მოკავშირეები გვიჩნდება დიდი მოკავშირეების გარდა, ნუ აი ჩვენაირი ტიპები რა, ვისაც ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ერთად ყოფნა და იმის გამო რომ ცალკე აღებული სამივე ქვეყანა ნუ შედარებით პატარა ვართ, ხო, ამ ერთობას ახლა შეიძლება ეს ფედერაცია რას იყო, აი ამიერკავკასიის ფედერაცია, ესეთი რაღაც არ გამოვიდეს, მაგრამ რაღაცნაირად ერთმანეთში ამ საზღვრების გამჭვირვალობა და რაღაც საერთო ეკონომიკური პროექტები, რაღაც პოლიტიკური ამბები, კულტურული ამბები იქნება გადასარევი რა, მართლა ისეთი ის იქნება. ახლა მესმის რომ რაღაც არსებითი განსხვავება არის და შეიძლება აქედან არ ჩანდეს ეს ყველაფერი, აი ბალტიის ქვეყნები, ხო, ეს სამივე რესპუბლიკა რაღაცნაირად ახლა
ძალიან ის არის განსხვავებული არის მათ წინაშე არსებული რაღაც პრობლემების დემოგრაფიული იქნება, პოლიტიკური იქნება თუ სხვადასხვა რაღაცა ერთიანი რეგიონი არის რაღაცნაირად ის არიან ხო ძირითად საკითხებში მოკავშირეები არიან და რაღაცნაირად შესაშური არის და აქაც რო ეგეთი ამბავი დაალაგდეს იქნება გადასარევი ხო ხო და რაღაცნაირად ეს შანსი იძლევა არ ვიცი ახლა ჩვენთან არჩევნები არის 2028 წელს ხო და რაღაცნაირად ფორმაში უნდა იყოს საზოგადოებაც პოლიტიკოსებიც რაღაც დიდი არა ჩანს მაგრამ ხო კიდე რა მოხდება ანუ შენ უკვე ეს ახარ დასახე ნათელი მომავალი სახელმწიფოთან ერთად ხო მაგრამ აქვე ვიტყვი ხო რაც არ უნდა დაემართოს სიტყვაზე რაც არ უნდა არასწორი ნაბიჯი გადადგას მართლმა პარტიამ და რაც არ უნდა აი საზოგადოების აღშფოთება გამოიწვიოს ყოველთვის ახერხებს ეს მეორე მხარე ასე ვთქვათ გასაგებია რომ ერთგვაროვანი არ არის მაგრამ ნუ ძირითადი მასა პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების რომ რაღაცნაირად იმაზე ნუ ის თუ როგორც იტყვიან პლინტუსამდე ჩამოვიდა ეს ცოტა პლინტუს ქვემოთ იყოს რა წინაკვირას არ შევეხეთ ის იყო ეპისტოლარული ბრძოლა მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის რაც გრძელი წერილები იყო არა გძელ როგორ არა რომელიც მე ამბობდნენ რომ ის ნიკა მელიამ კი არა სხვამ დაწერაო წერილი რომელიც რატო დაწერა სხვამ როცა აგერ კაცი არის და დაწერდა თვითონ მაგრამ აი რა მაღიზიანებს ხოლმე და რამაც განსაკუთრებით ნერვები მომიშალა ნიკა მელიას წერილში და არ არის მხოლოდ მასთვის დამახასიათებელი ბევრმა პოლიტიკოსმა იცის ხოლმე გამოდის ესე რომ არ ამალაპარაკოთ ახლა კონკრეტული სახელი და გვარი არ მათქმევინოთ როცა დადგება რომ ადამიანის სახელს იმიტომ რომ აქ ეწერა რომ ვიღაც კონკრეტული ტიპია რომელმაც ჩამოიყვანა სააკაშვილი საქართველოში და რომელიც მერე იყო შუამავალი ქართულ ოცნებასა და სააკაშვილს შორის მე როგორც გავიგე და როგორც ჩანს იცის ამ ადამიანის სახელი და აი თუ ვინმეს რამის თქმის საშუალება ან სურვილი ან ცოდნა აქვს მე აღარ თქვას მაგის დრო აღარ დადგება თუ რამე იცი ეხა თქვი თუ არა და არ თქვა თუ არ არის სათქმელი ან ზუსტად არ იცი თავი შეიკავე იმისგან თუ ზუსტად იცი აღარ კიდე როდის არ ვეხა მაინც პოლიტიკოს ნიკა მელიას კი არ მიმართა არამედ წარმოსახვით პოლიტიკოსებს რომლებიც ყოველ კვირა აკეთებენ ხოლმე მსგავს განცხადებებს რომ არ ამალაპარაკოთ არ მათქმევინოთ ან ალაპარაკდი ან ჩუმად იყავი არ ნუ გვემუქრებით ალაპარაკებით იმიტომ რომ ამ ლაპარაკებელი რო ყოფილიყავი ახამდე იტყოდი რაღაცას ვარ თუ არა მართალი ხარ და იცი რა არის რაღაცნაირად ეგ აი ძველი მეთოდები მოძველებული მეთოდები რომელიც უკვე ყველას ყელში აქვს ამოსული რა უნდა მოიტოვონ წარსულში აი ფაში კიდევ ერთხელ ბოდიში ხაზ გავუსვამ რომ ვინმეს მხარე კი არ დავიჭერე ან რაღაცა მაგ იმაში უბრალოდ ეგ კონკრეტული მომენტი ძალიან მომხვდა თვალში, იმიტომ რომ სულ ყოველთვის მაწუხებს ხოლმე რომ მერეავლაპარაკდების ხო ბოლოს გავხსნი და აი ბოლო მომენტში თუ საჭირო ჯერ არ მოსულა დრო და აი როგორ ჩანს ეგ აი რაღაც ინტრიგები შეიძლება საფუძვლიანი შეიძლება უსაფუძვლო მაგრამ რაღაცა ეს კულუარული თამაშები და ინტრიგების ხლართვა და ეს მაკიაველობა და რაღაც ისინი ხუთ კომბინაციანი სულები ხუთსულიანი კომბინაციები და რაღაცები წარსულში უნდა დარჩეს როგორც ჩანს და აი სომხეთის მაგალითმაც აჩვენა ხო აი ესეთი კეთილსინდისიერი პირდაპირ პატიოსანი დამოკიდებულება საზოგადოებასთან ამომრჩეველთან უფრო ეფექტიანია და უფრო ამართლებს ხო რა გაქვს დასამალი თქვი ხო უნდა ვიცოდეთ არა არ არის მნიშვნელოვანი ტიპი მაშინ რაზე ამბობ ხო მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი არის ჩვენ ხო უნდა ვიცოდეთ შენ ხო ხარ ლიდერი 10 წლის განმავლობაში ქვეყანას მართავდი ყველაზე ისეთი ერთ-ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ხარ საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა გაქვს ხო არა ანუ შენ რა мотиваციით მოქმედებდი ვის ეყრდნობოდი ხო ეს ხო შემიქმნის შენზე კიდევ ერთხელ წარმოდგენას ხო ვინ იყო ვისთან მეგობრობდი ვინ დაგარწმუნა ახლა რო არ მეუბნები ამას რომ ართული საჭიროდ რა მიზან შეწონილობაა მაშინ მითხარი აი რატო არ დამდგარა ეგ დრო რატომ არ უნდა აქამდეც უნდა გწოდნოდა ხო ეს იციან მე უბრალოდ მახსოვს მაშინ ჩვენ ამ გადაცემას ვაკეთებთ და არ ვიცი ხო გეუბნები იმაშიც კი ეჭვი მეპარება ესეთი ადამიანი არსებობს თუ არა მე მახსოვს რომ უკვე უბრალოდ უხერხული იყო ხოლმე ყოველ არჩევნებზე იმის მოსმენა რომ არჩევნები რომ მოახლოვდებოდა თვითონ ჩართვებისას აქტიურად ერთვებოდა პოლიტიკაში და სულ ამბობდა რომ ჩამოვალ
არჩევნებზე ჩამოვალ და რაღაცნაირად უხერხული იყო, უკვე ამაზე ანეგდოტა რაღაც გადავი იყო და ისა და აღარ გამოდიოდა ალბათ ჩამოსვლა, არ ვიცი, აი რა, თორე ან რატო ჩამოვიდა ამ ფორმით, თუ ჩამოვიდა ხო, ან რა გეგმა ქონდა, ხო აი როგორ იყო, ვინ რას პირდებოდა ეს არის, რა ვიცი, ეს საზოგადოების შეურაცხყოფა არის, რომ ამას აქამდე მალავ, ხო? არენდობი, რატო რა სწორ დასკვნას ვერ გამოიტანს? აბა რა არის? პოლიტიკოსის ლიდერისა და იმის ამორჩეულის ურთიერთობა სხვა რა არის? ეს გულწრფელი ღია საუბრები, ხო? ესე ინტრიგებით და კულუარებით და ისა ვიღაც სადღაც ზის გენიოსი და იქიდან გადაწყვეტილებებს იღებს, ყავს აგერ, ხო? აგერ. უსმინენ იყო იმებს ბრიფინგი იყო, სპეციალური ბრიფინგი იყო პრემიერ-მინისტრმა, ისა ირაკლი ყობახიძის ბრიფინგი იყო, სადაც მთელი ბრიფინგის მსვლელობის განმავლობაში ძირითადად ილაპარაკა როგორი გენიალური, შეუმცდარი რატო? ანუ იმიტომ კი არა რომ არა არის, არამედ იმიტომ საპატიო თავმჯდომარე პარტია. რა საჭირო იყო მაგის ბრიფინგის ჩატარება, ისედაც ყველა ვიცით იქ. ანუ მართლა სერიოზულად მაინტერესებს რა აზრი აქვს რომ ბრიფინგი შევყაროთ, რომ ეხლა მოდი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ბიძინაიშვილი რა კარგი ადამიანია და რა მაგარია და მეცენატი და გროსმეისტერი. კაი, მაგრამ რა სოციალია ის კაცი, ანუ და არაფერი რაღაც თითქოს საინფორმაციო საბაბი არ ქონდა. ხო, რატო გახდა საჭირო? ხო. ხო, არ ვიცი, წინა დღის ვინმე გალანძღა და საპასუხო იყო? არა, აი ხო და წინა დღის იყო რომელიღაცის იმას პროპაგანდისტულ მედიაში ეგრეთ წოდებული დებატები რო აქვს ხოლმე თუ დისკუსია და იქ იყო ახსენეს რამოდენიმეჯერ ივანიშვილი, მისი როლი და ნუ იქიდან იყვნენ ის გირჩის და კიდე ვიღაც ერთი და იგივე ხალხი ხო დადიან აქედანაც და იქიდან. ნუ პრემიერ-მინისტრი ეს ირაკლი ყობახიძე იყო აქედან და მოკლედ როგორ ჩანს ან თვითონ ან ბატონ ბიძინას დარჩა შტაბ-ეჭდილება, რომ სათანადოდ არ წარმოჩინდა მისი როლი, დამსახურება და მოკლედ შესხმა ხოტბის არ მომხდარა სათანადოდ და ჩათვალეს საჭიროდ, რომ ეს საჭიროებდა დამატებით განმარტებებს. და ითქვა, რომ ის არის მოიცადე, აი გროსმეისტერი უწოდეს, მაგრამ რაღაც ქარდი შემხვდა და აღარ დიდი ქარდი არ არის, მაგრამ ხო გროსმეისტერი ჩემი აზრით მისი პოლიტიკური წონა სწორედ ამ ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება: გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს. რაშიც ვილად რო თქვა შეიძლება ეჭვი შეტანა. სად გამოჩნდა მისი ანუ ეგ იქით იყოს, მაგრამ რა გროსმეისტერს რას უწუნებ? აი ნახე ის ორი სიტყვა წაიკითხე. რა? გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს. უანგარო პატრიოტიზმს. გროსმეისტერი თავის თავში გულისხმობს, რომ ჭადრაკის ოსტატი არის, ანუ კონკრეტულად მაგის, რომელიც რამდენიმე ათეულის სულით წინასწარ განჭრեց და ცოტა მაინც ის არის. გათვლებით რომ მოქმედებს და არა უანგაროდ და გულის სახელით. ერთ-ერთი რასაც მე უწუნებ არის ის, რომ მეტისმეტად მიმდობი და კეთილი არის. ხო, აი მაგის თქმა მინდა. აი თუ ნაკლი აქვს ადამიანს არის. აი ეგ არის ძალიან. კი, დაახლოებით სანამ მაგრამ ამას ამბობენ. კი, და ეგ ის არის ყველაზე სასაცილო რა არის, იცი, როდესაც ასეთ დამსკრივდებიან ეს პოლიტიკოსები შედარებით დაბალი რანგის და თავიანთ ლიდერს აქებენ, ხო? რატომღაც გონიათ, რომ აი პირველად ხდება ეს ამბავი და ისინი გულწრფელად აქებენ, ან ყოველ შემთხვევაში ვიღაც ტყუდება და ფიქრობს, რომ აი ახლა ის მე ვაქებ ხო, აი კი არ პათხალი გულწრფელად ვაქებ და ეს ყველას ჯერა. ამ დროს რა ვიცი, რაც კაცობრიობა არსებობს, ადამიანები ესე იქცევიან. არ თქვათ ახლა კარგი თუ ცუდი ადამიანები. აი ესეთი ის ევგენი შვარცი დრამატურგი იყო საბჭოთა იმაში 30-იან წლებში აქვს პიესა ისა გოლიკაროვის შიშველი მეფე, ხო? აი მის ანდერსენის და იმების ზღაპრების. და იქ არის მე გაკეთებული არის სატელევიზიო სპექტაკლი თუ ისე სპექტაკლი არის, იქ არის რომ ეს პირველი ვეზირი რომ ამ მეფეს რომელიც ცოტა დეპრესიაში ეცოდა იმაში რომ იმაშტება, მე ახლა შენო ადრეც მაქვს ეს ნახსერები, იტო ძალიან სასაცილო არის. თელ სიმართლესო, აი პირუთნელათო, ხო? მოგახლი პირშიო, არ მომერიდებაო იმისიო, რომ შენო საჭეთ მყრობელი ხარო, ადამიანების ბედს განაგებო,
არც სისასტიკეზე, არც სიმკაცრეზე უკან არ იხევო, მაგრამ მეო ეს არ მაშინებსო პირდაპირ, აი თვალებში შემოხედავ და გეტყვი რომ გენიოსი ხარ. აი ეგეთ რაღაცას ეს გავლილი გვაქვს, ხო? მთელი მესმის რომ ის შეიძლება ზემოდან ითხოვს და შენც გთხოვენ რომ ეს რაღაცნაირად აღინიშნოს. ესე ითხოვს რომ ვიღაცამ არ ვიცი, ვერ გამოვრიცხავ. ვიღაც რენდომ პარლამენტარებმა რომელიც არც უნახავს თვალი და არც იცის ვინ არიან. ეგ არის რიტუალის ნაწილი, როდესაც დროდადრო უნდა გამოხვიდე, მუხლზე დადგე და აღიარო პატრონი ვინ არის და ყმა ვინ არის და ეხა მან ორიგინალურობას და განსაკუთრებულ იმას არავინ არ მოგთხოვს. უნდა უბრალოდ დაждე, თქვა შენი სათქმელი კიდევ ერთხელ დაიყენო შენი თავი იმ ვერტიკალზე, სადაც უნდა დაიყენო და მე ხო, არ უნდა მაგას თავიდან ველოსიპედის გამოგონება. კი, და აი შენ რო თქვი გროსმაისტერი და ჭადრაკის თამაში, აი რაში გამოჩნდა, ხო? ახლა ის არის რომ სულების გათვლა და გამოცნობა რაღაცეების, ხო? აბა დღევანდელს დავანებოთ, დღევანდელ შემადგენლობას თავი და წინა მთავრობები. მე რამდენი მთავრობა გამოიცვალა. რომელმა გაამართლა? შენთვის არ გაამართლა, თორე იმისთვის გაამართლა. რანაირად გაამართლა? ზოგი დაიჭირა, ზოგი მოხსნა, ზოგი ვერ ჩამოდის, ზოგი ვერ მიდის. ანუ ამიტომ რომ ძალაუფლება შეუსუსტა თუ არა, ხო და საქმეც მე მახსოვს, ანუ მე ბიზინა იონიშვილისგან ვაფასებ ხოლმე კულტურფელობას, იმიტომ რომ როდესაც გამოდის და ლაპარაკობს რის გაკეთებას აპირებს მომდევნო რაღაც ხნის განმავლობაში, ხშირად ამბობენ რომ აი ნახე რაღაც ხوانერთ, არა, არჩევნების წინ გამოვიდე და თქვა რომ ამეებს ვიზამ, ეხლა შემოვაგდებ თემებს რომ ხალხი გამოვიდეს, დაიღალოს რაღაცები, რაც თქო ზუსტად გააკეთა შემდეგ ერთ წლის განმავლობაში. ხო, მაგრამ ეგ ხო ჭადრაკის თამაში არ არის, ეგ არის უბრალოდ ჭადრაკის დაფასთან ჯდომა. მე არ მithkoms გროსმაისტერი. ხო, არა, თუ ხო და პირიქით არ არის გროსმაისტერი. მისთვის ქვეყნის მართვაც კი არ არის მნიშვნელოვანი. მისთვის არის ძალაუფლების შენარჩუნება, ხო? ქვეყნის მართვა იშვიათი არის ლიდერი პოლიტიკური, ავტორიტარი, დიქტატორი, დემოკრატიულად არჩეული თუ რაღაცა, ვისაც არ აქვს იშვიათი კი არა, ფაქტობრივად არ არის, ვისაც არ აქვს თვითონ მართვის ვნება. ხო? უბრალოდ ძალაუფლების შენარჩუნება უნდა. ბატონ ბიძინას არ თვლობს ძალაუფლებას, თორე მართვა, აი სამუშაო როგორც ასეთი, ხო? ამით არ кайფობს. ამ დროს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის სტალინი ავიღოთ, ვინც გინდა ნებისმიერი ის უნგრელი რაგვარი იყო კაცო, ახლა აგერ ახლახანს გარდაცვლილო გალაქტიონო. ორბანი, ხო? ნებისმიერ ლუკაშენკა, პუტინი აიღე. პუტინის ხო, რამდენი წელია? 26 წელი არის, ხო? ტიპს როგორი ვნება აქვს მართვის, არა უბრალოდ ძალაუფლების შენარჩუნების, მართვის, აი ეს პეტერბურგის ის რო იყო ეკონომიკური ფორუმი, იგი 1 საათიანი სიტყვით გამოვიდა. ტიპმა სიგიჟეები ილაპარაკა, ხვდები რომ არაადეკვატური არის, სხვაგან არის, ეკონომიკურ აღმავლობაზე, იმის არნახულ იმაზე, დასაქმებაზე და რაღაც ეგეთებს ლაპარაკობს. ოღონდ ტიპს რა ნამუშევარი ქონდა, იცი რა 1 საათი ტიპს ქონდა, აი ეს დარწმუნებული არ ეგ ტექსტი, ხო ეხმარებიან თვითონ არ წერს, მაგრამ ტიპს როგორ იცი, აი შესული იყო და ამაზე ვნებით ლაპარაკობდა. ასე არის ყველა. ეს უყურე განა კარგია, ეს აუცილებელი არის რომ ლიდერს ქონდეს ეს, მაგრამ საკმარისი არ არის რომ კარგი იყო და რაღაცა. ხო აი ხშირად ადარებენ ნაცარქექიას და ჩვენთან ახლა ეს ნაცარქექიას ის ზურაბ კიკნაძეს აქვს რომ ნაცარქექია ეგრე მარტივი ტიპი არ არის ფილოსოფიურად რო შეხედო ესია მაგრამ სინამდვილეში ხო მუშაობაც უნდა გინდო ბნება უნდა კონდეს მართვის ხო სადღაც იყო და მხოლოდ ის სულები გააკეთო რომ ძალაუფლება ანუ აი ჭადრაკის მაგიდასთან იჯდე და აი მაგიდიდან ვერ გაყენებდნენ ლამასულებს აკეთებდე, იგებდე, რაღაც ბოდიშ ჩათლახობებს აკეთებდე, ფიგურას იპარავდე. რაღაცა მოსულა, აი იგი, მაგრამ უბრალოდ რომ მაგიდას ართმოვდე და სხვას არ ათამაშებდე, აი რაღაც მაგამბავს გავს, ხო? და არ ვიცი ამას ხო გეუბნები თვითონ როგორ ვერ ხვდება ან მისი მხარდამჭერი ან საზოგადოების რაღაც ნაწილი რომ ეს არანორმალური არის. ლიდერს, პოლიტიკურ ლიდერს უბრალოდ ძალაუფლების შენარჩუნება კი არა, რაღაც მართვის უნებაც უნდა ქონდეს. აი სტალინი ავიღოთ, ხო? ის რომ ის იყო, ახლა რაღაცნაირად როგორ მოიპოვა ძალაუფლება და ეს რაღაც შეიძლება პიროვნული თვისებები იყო რაღაც, მაგრამ ტიპი მართლა ბევრს მუშაობდა, აი ახლა რაღაც ის არ წამიკითხავს, მაგრამ ის ჩამოწერე, ხო? ის არის სტალინის ბიბლიოთეკა, ესეთი ის არის, ხო? მთლიანად არ არის გადარჩენილი, მაგრამ ნუ აი რამდენი რაოდენობის წიგნში აქვს ჩანაწერი, ანუ
ხო ხდები არა რა მასშტაბის ჩართულობა ქონდა რომ კულტურაში, მეცნიერებაში, იქ რაღა პოლიტიკაში თავისთავად იმაში, ამაში ხო ყველგან ცდილობდა რაღა ჩარეულიყო და თვითონ ემართა და რაღაცა. ახლა უბრალოდ ძალაუფლების შენარჩუნების თვალსაზრისით რაღაცას ისიც გააკეთებდა, ხო, აი ლავრენტის ჩააბარებდა, ან ვიღაცას ჩააბარებდა სიტყვაზე, ხო? და მე ვიღაცას დააჭერინებდა როგორც ხდება ხოლმე, მაგრამ ხო ეს ანუ დიდი კაცი იყო შენთვის მაინც სტალინი მის ესეთი საყვარელი ლიდერი. ხო, მესმის, ხო და ის რომ უბრალოდ აი ახლა ხო რო გავაგზელოთ ის თემა რომ ის არჩევნის ამბავი ხო მიმართულების და საიდან საფრთხე გვემუქრება და საიდან ოკუპაციის და საიდან გამოგონილი ამბავი ხო აი ახლა ჩინეთთან გავაფორმეთ ეს რაღაც ღრმა და გლობალური და სტრატეგიული ისა და ახლა ესეც როგორი ამბავი არის იცი აი ესეც მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების ამბავს აგავს აი რაღაცნაირ ოპორტუნისტული ამბავი არის ჩვენ ვიცით რომ ისეთი გადაწყვეტილებები გახსოვს ერთი პერიოდი ის თვითონ ეს ღიად გამოდიოდა და ახლა რო არის ტრადიციული ღირებულებები თლათ ესე არ იყო პირიქით იყო რომ კაცო ყველას აქვს უფლებები გებს LGBT იმებს ამ ხო პატრიარქი ხო და აი ტიპი არის ეგეთი რა ესეთი თუ ადამიანი არის მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ორიენტირებული ხო ჩინეთთანაც გააფორმებს თუ დაჭირდება ამ იმას ხელშეკრულებას ირანთანაც, რავი, რუსეთთანაც, რუსეთს ახლა ეს აქვს თავი აქვს შერცხვენილი რომ ეს წართმეული აქვს ეს ჩვენთვის რეგიონი. ერთი სიტყვით, ხო, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას კი არა, აი სადმე რო გაიჩითოს რაღაც ესე გეების სახალხო რესპუბლიკა და ის დაჭირდეს იმისთვის რაღაც პროპაგანდას ნარატივისთვის ჩვეულებრივ გააფორმებს იმას სტრატეგიული ურთიერთობების იმას და ისე მოხოდავს ისა პროპაგანდა რომ გამოვლენ ვიღაც ტიპები და დაგიწერენ აბა როგორ გინდა აბა 21 საუკუნეა რაღა დროს ის არის ეს კონსერვატიზმი და ეს ჩვეულებრივი ამბავი იქნება ეგეც ხო ეს რომ ის უბრალოდ ძალაუფლებას ინარჩუნებს ხო ნუ ახლა საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის ძალიან მძიმე ამბავია მაგრამ რა ვიცი თუ ძალიან მოწამლული არ არის პროპაგანდისგან ადამიანი უნდა აწიოს თავი და რაღაცა შეხედოს ან სხვა დიქტატურებს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებს დემოკრატიულებსაც რომ სადმე ესეთი რამე მომხდა რა თან დადებითად შენი ლოგიკა იყო რომ აი სხვა ლუკაშენკას ხვანერად იქცევა, განსხვავებული პუტინის ხვანერად იქცევა, სტალინის ხვანერად იქცევა. არა, კაი ეგრე არ იქცევა როგორც ლუკაშენკა, პუტინი და სტალინი. უყურე როგორი რაღაც არის, არა. ვიცი რომ ეგ არის. ხო, მაგრამ ეგრეთ შეიძლება ჩასაფრებულმა ადამიანმა გამოიტანოს. მოკლედ, ის თუ არის სიტყვაზე მურტალი პრობლემაა ყველა ავტორიტარული რეჟიმი, ყველა ავტორიტარი, ყველა დიქტატორი, მაგრამ ის რომ ტიპი ყოველდღე გენახვება, ის იღებს გადაწყვეტილებას და შენი აპლოდისმენტები და რისხვა მისკენ არის მიმართული, ეს რაღაცნაირად მაინც უფრო ნორმალური არის. აქ არის რაღაც ესეთი რა, მანკიერების მანკიერება კიდე, ხო? რომ ვერ გაიგებ ისა. ხო, თან რა არის, რომ უნდათ რომ თან აქონ ხო, თან აქონ, მაგრამ თან უნდა ისე წარმოაჩინო, რომ ამით კონსტიტუცია არ ირღვევა, ანუ გადაწყვეტილებას ხო უნდა იღებდეს პარლამენტი და მთავრობა, ხო? მაგრამ გადაწყვეტილებას არ იღებს პარლამენტი და მთავრობა. ჭირდება რაღაცნაირად მნიშვნელოვან საკითხებში ერთი კაცის თანხმობა, ხო, მაგრამ თან მე ეს ძალიან მაზალუ არის, რომ ამას თვითონ ესეთი ის აქვს კონსულტაციის ხასიათი, მაგრამ როგორც წესი ეს კონსულტაცია მერე იქცევა სავალდებულოდ. ნიკო, აქ ჩვენ რო შემოვდიოდით, მე ვსკროლავდი რადიო თავისუფლების Facebook გვერდს და შენ თუ შეგხვდა ჩემი ბაბლი გადაყლაპა ვიდეომ, რომელიც არის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერიდან ამოჭრილი. ხო, ვიღაცასაა გადაღებული, მაგრამ პირდაპირ ეთერში გადიოდა, ხო. პირდაპირ ეთერში გადიოდა, მაგრამ პირდაპირ ეთერში არ ჩანდა, მოკლედ ავხსნე რომ ბავშვი 10 წლის სიმღერის დროს იქცევა და ვარდება, იქცევა, არ არის კაი ქართული. ცუდად გახდა.
ანუ რატო შეგისწორი რომ თვითონ მე ხო, მესმის. იმათი განცხადება ცენტრის ამბობენ რომ ისე არ ყოფილა როგორც მაგ ჩანსო, მაგრამ მოკლედ პირდაპირ ეთერში არ ჩანდა რომ წაიქცა ბავშვი. არა მარტო პირდაპირ ეთერში არ ჩანდაო, მაშინ ბოლომდე ვიყოთ ზუსტები, საზოგადოება უწყებდა და არც შიდა კამერებშიო და არც სათვალთვალო კამერებში გადაღებული ვიდეო სადაც ჩანს და ეგ გავრცელდა ახლა და ხო, არ ჩერდება მოკლედ ეს არც სიმღერა, არც წარმოდგენა, გრძელდება ეს ბავშვი 2 თუ 3 წუთის განმავლობაში გდია. ხო, და მოკლედ ჩვენ გვაქვს ამაზე საფუძვლიანი მასალა გაკეთებული, ნინო ხარაძემ შეიწუხა თავი და გააკეთა. სათაური აქვს ესეთი, დედა ყველაზე მეტად რომ სჭირდებოდა, არავინ მიეხმარა. ვერ დავინახეთ. ეს უკვე საზოგადოება უწყებელი ამბობს და იქ მოკლედ სრული არის ესეთი ყველა მხრიდან ჩაწერილი, დაბალანსებული ესეთი 10 წლის ბავშვია ლაპარაკი. გადასმული და კარგად შესწავლილი. ახლა სხვადასხვა კუთხიდან დანახულია გამბავი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში განსაკუთრებით როცა ბავშვებს ეხება ხოლმე საქმე. არის ცოტა იმ წუთის რეაქცია ცოტა მეტია ხოლმე, იმიტომ რომ ჯერ ერთ ვიდეოშიც ბევრი ბავშვის სახე ჩანს. მე პირველ რიგში ვფიქრობდი რომ მეც მქონია ცხოვრებაში მომენტები განსაკუთრებით პატარა როცა ვიყავი, როცა ჩვენ გარშემო რაღაცა მოხდა და რეაქცია არ მიმიცია და წლების მერე აი ჩემ თავთან და ცუდად ვიყავი და აი მერე მივხვდი რომ აი არის თქვა ჩემი ბრალი არ იყო ბავშვი მან არ არის ეგრე ადულად ანუ ვისკენაც გინდა გაიშვირე ხელი დირექტორი გადამღები ჯგუფი რაღაცეები 10 წლის ბავშვებს გარშემო თავი დაანებეთ იმიტომ რომ ხო ბავშვი გასჭირებეთ მაგრამ ბავშვი კი რასაკვირველია ხო ის რომ ვერ დაინახეს იქ ყოფებმა უფროსებმა ოპერატორმა ჟურნალისტმა წამყვანმა ის ხელმძღვანელმა იმანმა ეს ახლა ესეც არ არის მე მგონი ეს ისეთი არგუმენტი რომელიც თვითონ ამბობენ რომ იცავ მივედითო მე უკვე ბავშვი იჯდა და კარგად იყო 3 წუთში არა ის რომ ბავშვის ბებია ხო მაგრამ ხო შეიძლება 2-3 წუთი იყოს ეს ფატალურად მნიშვნელოვანია რა 3 წუთში 3 წუთში შეიძლება თუ ჟანგბადი არ მიეწოდება ტვინი ისე დაზიანდეს რომ აღარ გადარჩეს ხო და ის რომ ვერ შეამჩნიეს, ანუ ბავშვებისთვის უხიფათო გარემო არ იყო. მაგრამ იცი რა არის ნიკო? რაღაცნაირად ისეთი სიტუაცია არის შექმნილი, რომ ქვეყანაში აი თითქოს აი ყველაფერი მოსულა. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ასევე მოვისმინეთ ტელევიზიებიდან, სადაც ქალი ამბობს უმძიმეს დაავადების მქონე ბავშვებზე რომ აი ახლა თუ გარდაიცვლებიან ახლა რომელია აინშტაინიო ხო აი ასეთ საზოგადოებაში ვცხოვრობ და ახლა რა ვიცი ბუნებრივი მე კი არ ვამბობ ახლა კონკრეტულად ვინმეზე იქ საერთოდ არ ვიცი ვინ იყო ან წამყვანი და რაღაცა მაგრამ გაგიჩნდება რომ აი ასეთი რაღაცის თქმამ ამის მოსმენამ ამაზე ყურის მიჩვევამ ამის გატარება მოიტანა ისეთი რაღაცა რომ შეიძლება ვიღაცამ იპიროს რა ქვეყანა შეყარეთ ახლა რომელი იყო მან ლუჩანო პავაროტი და ვაფშე არ გეთახმები მაგაში იმიტომ რომ კიდევ ხო არ ვიცი ხო გასაგებია მაგრამ მოიცარ წამი ხა მეც დამალაპარაკე დამიწყნარდი ნახე ხა თქვა ვიღაცა არის დათო ქორიძე არის წამყვანი იქ იჯდა და გეუბნება რომ ჯიმი შეჩემა ვერ დავინახე რომ დამენახა ავსულიყავი და მივხედავდი ეხა იქ ვიღაცა უსინდისო ბავშვზე რაღაც საშინელება თქვა ან ქვეყანაში ატმოსფეროა ავეჯექი და ვერ დავინახე და ნუ შეიძლება უნდა დამენახა შეიძლება პრობლემა ის არის რომ ყოველ წუთას ყველა უნდა ჩანდეს რაღაცა მაგრამ ესე აპრიორი ხელისაკნევით თქვა რომ იქ ვიღაც ადამიანი არა ხელისაკნევით არ ვამბობ შენზე არ ვამბობ მარტო დავამთავრებ ერთი წამი რა სულ გამოდის რომ ყველა ამბობს რომ აი რაღაცა ესეთი ვიტარება არის შექმნილი რომ იქ იქნება მართლა ვერ დაინახა ადამიანმა ადამიანის თავით ფეხბურთს თამაშობენ და ვიღაც ტიპები გეუბნებიან და 1 და 2 არა რომ რა აბა როგორ გინდა ძმაო შენ იქ გამოხვედი და რაღაცებს აკეთებ და რატო გიკვირს რა რო იგივე გაიმეოროს ვიღაც არ მიკვირს მაგრამ მაშინ უნდა თქვა უნდა ნანახი კონდეს რომ ტიპმა დაინახა და არ მიეხმარა ეხა არა აი მართლა ნიკოს მაგაში ვიტყვი რომ ვერ წარმომიდგენია რომ სტუდიაში ისხდნენ ადამიანები ნახონ რომ 8-9 წლის ბავშვი წაიქცა 3 წუთი გდია და ისე მღერიან და განა გამიკვირდა მაგრამ ვინმეს ექნა მაგრამ ადამიანზე რომ ესე რომ თქვა რომ ალბათ ნაინახა და არ მივიდა მე არ ვიტყვი არავის ეგრე თუ არ დავინახე რომ დაინახა და არ მივიდა იმისა მიუხედავად რა ატმოსფეროა რა საფანელია ქვეყანაში იმიტომ რომ რაღაცა ბარემ დედაში აგინე ვიღაცა კონკრეტულად ტიპს რო ეუბნები რომ ჯიმი შენ ალბათ ბავშვი წაიქცა და არ მიხვედი და არ დაეხმარე უნდა ნანახი მქონდეს რომ დაინახე და არ მიხვედი და არ დაეხმარე იმიტომ რომ უდიდესი შეურაცხყოფაა და არასწორი მგონია რომ ალბათ ეგრე იქნება აქ ნდობის ამბავი არის ხო ამბობს დავინახე ხო არ დავინახე ხო მაგრამ
შემიძლია დავიჯერო და შემიძლია არ დავიჯერო და ისეთ რაღაცაზე აქვს ხალხს თვალი დახუჭული რომ შეიძლება ბოლომდე არ დავიჯერო მეთქი ამას ვამბობ. ვინმე კონკრეტულზე ამბობს სახელი? არა. თუ არა მაშინ რატო იქნება არა აქ იმ ადამიანს დახუჭა? თუ იცი ვიღაცა. ერთზე არ არის ბიჭო, ბევრი იყო იქა და მაგიტომ ვამბობ. ხო შეიძლება ვიღაცამ ჩათვალა რომ ვიდეო ვნახე. პირდაპირში არ გადიოდა ეს. გადიოდა. პირდაპირში გადიოდა. მე რას ვამბობ? თან არ არის დიდი სივრცე. თან ეს არ არის საბჭოთა დროს რო იყო 500 კაციანი ბავშვების ის რო იყო გუნდი და რაღაცა, ხო და აი ვიღაცა რო ამბობს რომ მე ვერ იქნება არ ვიცი, იქნება ვიღაცამ ჩათვალა რომ აი ეს პირდაპირ ეთერში რაღაც კადრი გაფუჭდებოდა, კარწინკა გაფუჭდებოდა, ეს გაფუჭდებოდა. ნახე მე მესმის, მაგრამ ნახე ჩავხედე ხა სახელი სიმღერის აკადემიის თანადამფუძნებელი და მომღერალი ლევან ქუთათელიძე, რომელსაც არ ვიცნობ, არ ვიცი. რატომ ტენი ამ სახელი და გვარ სახელი? იმიტომ რომ ის ელაპარაკო. ან ვიღაცა კონკრეტულ ადამიანს ლევან ქუთათელიძე იდგა და ამბობს რომ ვერ დავინახავ. ეხა შეხედე თვალებში და უთხარ რომ დარწმუნებული ვარ რომ დაინახე თქო. არა ბიჭო, იქ ბევრნი იყვნენ მეთქი და მაგას ვამბობ. ანუ არ ვიცი, მეც არ მომეწონა ის რაც მოხდა, რაც დავინახე და საშინელება იყო, მაგრამ ეხა ის ბავშვებს თავიდან რეაქცია ჰქონდათ. ისიც ვერ დაინახეს. აბა რას უყურებდნენ მაშინ? ლიზა ბაგრატიონს უთხარი მაშინ რომელიც დაინახა. არ მინდა ეს სახელი და გვარები, რატო გამიხურეს? იმიტომ გაგიხურა რომ ესე იქ მყოფები რომლებმაც დაინახეს და არ მივიდნენ ადვილი სათქმელია და მაშინ უთხარი ქალბატონო ლიზა ბატონო ლევან თქვენ დაინახეთ და არ მიხვედით და მე მაგას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არ ვიცი რომ დაინახეს და არ მივიდნენ. აი ეს პროპაგანდისტული მედია იმდენ რამეზე ამბობს ეგეთ რაღაცას, რატო რაზეც ამბობენ, იმანუ რაც რამდენი ცოდვა აქვს და მაგაზეც როგორ გააშუქეს ეს დუშენის ბავშვების ამბავი? ეხლა ამასთან რა შუაშია? ხო რაღაცა გარე რაბრალია დუშენის ამბავი როგორ გააშუქეს ვიღაცებმა. შეიძლება არის, არ ვიცი ვინ არის ძმა, შეიძლება საშინელი რაღაცები აქვს ნათქვამი და სხვა რაღაცებში შეიძლება რომ მოედაო. ლევან ქუთათელიძე რომელიც არ ვიცი ვინ არის. რომელიც არის ამის მომღერალი თანადამფუძნებელი და რომელიც იქ იყო გვერდზე და გვერდზე წაიქცა ბავშვი. რა შუაშია და ტიპები მინახავს სხვა არა ამასთან დაკავშირებით. ეგეთი რაღაცები რომ ტიპებს მე ხამე ძილი უტყდებათ ჩემ მეგობრებს უფროსი ასაკის ხალხს რომლებსაც ვიღაცებმა ესე რიკაშეტით აწუწეს რომ თქვენი ბრალი იყო რაღაცა რომ მოხდაო და ეს ტიპი ისე არ მე რომ აუ ჩემი ბრალია ვერ დავინახე რა მექნა ხო ხვდები რატო გაუბნები ანუ რაღაც იქ თუ იცი რომ ვიღაცამ დაინახა და არ მივიდა სხვა საქმეა არა თუ იციზი არ არის ლაპარაკი თვითონ როგორი გარემო არის ქვეყანაში ამაზე ცუდი გარემოა მაგრამ ამ კაცმა რა დააშავა და იმ ხალმა მაგის გამო ანუ მე ეგრე მგონია რა. გარემო ცუდი არის, საშინელია. ეს ხო, არა ემპათიურობა მოსულა მეთქი და არა ემპათიურობას ვიღაც ტიპები და რაღაც ორგანიზაციები და რაღაც დაწესებულებები აღვივებენ და ხელს უწყობენ და ეს ნორმად აქციეს. ამის თქმა მინდა და ამ ფონზე არის იმიტომ აღშფოთებული ამდენი ადამიანი რომ არ ჯერათ რომ ფიქრობს ბევრი რომ ჩვეულებრივი ამბავი არის რომ რაღაც უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ადამიანი რა არ გვინახავს ესა ანუ კი როგორ არ გვინახავს ხო არ გინდა წაიყვანე შენი ბავშვი გეტყვიან სიტყვაზე ხო აქ არ მოგწონს და წაიყვანე აუ ახლა ამა თუ თქვამთ ეგრე არა ჟურნალისტი ხარ მეუბნ ტიპ კონკრეტულად ქალებ ბავშვები დგანან იქან ხალხი ამზდელები არა მე ხო არ ვამტკიცებ მე ვამბობ რომ აი იადი ვითარებაა რომ თუ არ მოგწონს ახალობა წაიყვანე არა მაგას რატო აბრალებ რაღაცას რომელიც შეიძლება უკნე შეიძლება არ მაგას არ ვამბობ უბრალოდ რასაც ამბობენ ის შეიძლება დაიჯერო და შეიძლება ეჭვი შეიტანონ ბაზარი არ არის ყველაფერს კი არ მჯერა რასაც კითხულობ და განცხადება რასაც მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაფერი გჯერა არ მჯერა მაგრამ არა საკმარისი საფუძველი რომ ეჭვი შევიტანო არ მჯერა ანუ რაღაცა განაცხადა ვიღაცამ და ეჭვის თვალით წავიკითხე ერთია ხო არა მეც ამას ვარ კამერის წინაშე და ვთქვა რომ ვიღაცა კონკრეტული სახელი და გვარი არის გარეწარი იმიტომ რომ დაინახა რომ ბავშვი როგორ წაიქცა და არ მივიდა ჩემი აზრით ვინც პირდაპირ ეთერის ზეწოლის და რაღაცების სწრაფი გადაწყვეტილებების გათვალისწინებით მე მხოლოდ ამას ვამბობ რომ ვერ ვიტყვი ამას ვერ ავიზე რომ დაინახა და არ მივიდა თუ არ ვიცი ზუსტად რომ ესეა ხო მე ალბათ ესე იქნებოდა იმიტომ რომ ქვეყანაში ეგეთი ატმოსფეროა არა ვიცი არა ხო მაქვს საფუძველი რომ ეჭვი შევიტანო ამას ვამბობ მე თორე მეთიც კი არ ვადობ რომ ამან დაინახა და არ გააკეთა ეგ არც თავიდან მithქვამს ხო ასევე ოკეი
ხო, ეს ამით ახლა იმით რო არ დავამთავროთ, ჩხუბით და იმით ის არის. არ გვიჩხუბი, აკა ძლივს რაღაცა ის ქონდა. განკითხვის დღე ქვია და თავიდან ჩვენი ის იყო ფორმატი, იდეაში რომ რაღაც თემები უნდა აგვეღო და სხვადასხვა პოზიცია გვემტკიცებინა, რომელიც ძალიან არასწორი ის იყო, იმიტომ რომ როგორც წესი ვხედავთ ხოლმე და აი, ოდნავ შეიძლება სხვანაირად თქვა და არ და რეალურად ვეთანხმებით ხოლმე ორივე ერთმანეთს. აქ არ მგონია რომ არც აქ ფუ ვერ ჩამოაყალიბეთ. არც ამაში გვაქვს განსაკუთრებულად განსხვავებული პოზიცია. მგონია რომ ძირითადად დაწერილი რომ წავიკითხოთ ერთმანეთის ნათქვამი და ვითანხმებით ერთმანეთს. უბრალოდ ჯიმი დაწერილ სცენარს კითხულობს და შენ როგორც მოწვევის სტუმარი. ხო, ანუ მე ჩემთვის მიუღებელია ხო, აქ ისე გამოდის რომ არავის არ აქვს პასუხისმგებლობა, აი რაც მოხდა და ყველა მოიქცა ისე რომ რაღაცა და ეგრე არა. არგუმენტი ასე ვერ დავინახე რა. ხო და ისეთ პატარა სივრცეში არიან რომ ვერ დაინახენ, ხო, ძალიან ის არის. ანუ ამავე დროს მოდი ანკას დედას იმასაც წავიკითხავ რომ ჩემი მხრიდანაც მეორე მხარეც ჩანდეს რომ ხო, შენ თავზე ფიქრობ. ნუ ჩემ შულს ყველაზე მეტად რა დრო რომ მჭირდებოდა დახმარება მართლა? წავიკითხავ ეს ოხერი რა დაგემართა ვერ გავიგე რით აღარ იმას ქენი. აღარ წავიკითხავ მაშინ. წაიკითხე. ანუ ანკას დედა ამბობს რომ ჩემ შულს ყველაზე მეტად რო ჭირდებოდა დახმარება ისე დროს არ დაეხმარა არავინ და როგორ ვენდო ასეთ ხალხს ნდობა მაქვს დაკარგული და გაციებული მათ მიმართ ანუ მე ამ სცენას რაც უყურე ვიდეოში ჩვეულებრივი ჩემი შვილის მკვლელობას უყურე ჩემთვის ეს შეგრძნება იყო იქნებ რა დახმარება ჭირდებოდა იქნებ რა დაარტყა იქნებ წამოჯდომაც არ შეიძლებოდა მისთვის იმ წუთას ამას არავინ მიაქცია ყურადღებაო ეუბნება თამარა კობია რადიო თავისუფლებას რაშიც აბსოლუტურად მისი მხრიდანაც სწორი ეს არის ანუ შენ მე უთიერთ გამომთავ რაღაცებს არა უბრალოდ მე ვამბობ რომ შენ იცი ბიკი ყუფარია დათოთაშხიას პერსონაჟი ეს აი რომელია რას ვაკეთებს აი მას სხვებთანაც მიდი მიუსა მძიმრე და ის რომ იმას კვლელის ოჯახშიც მიდი და იმსიც გაამხნევი ყოჩა ეგ პერსონაჟი არის თუ ჭაბუას მოგონილი არ არის ეგ ჭაბუას ციკში არ არის ეგ ფილმში მოგონილი ეს ისე ვახსენე და მაგიტო არ მახსოვდა ეს Kanye West-ის after party-ის ბილეთი იცი რა არის? რა არის? 900 ლარი. რა არის 900 ლარი? არ არის ძვირია. თვითონ კანეც იქნება. სოფლიოს ჩემპიონატზე რახი გადასვლა იქ ბილეთის ფასები არის მე ვიყავ ზედამ. საერთოდ არ გაკ ხო. დავამთავროთ ნიკო ხო. ანუ იმედ კი ბატონო. დამთავრებული მქონდა მაშინვე როცა საკამათო თემაზე გადახვედი, მაგრამ კი, სოფლიოს ჩემპიონატი იწყება, ნიკო თვენახევარი გაგრძელდება, მე ძალიან ესეთი აღზნებული არა ვარ, წელს ალბათ არის პირველი სოფლიოს ჩემპიონატი, რომელსაც ეს ერელეთ უყურებ. ერთი იმის გამო რომ იქ არის სამხრეთ ნახევარზე გადის. არა, არ ვიტყვი მაგას, თორე ნიკო დამახჩობს აგერ. მე რასაც ვამბობდი, ვიყავი აბსოლუტურად მართალია. თქვენ თუ არ გამიგებთ და თქვენ თუ სწორ დასკვნებს არ გამოიტანთ. აბა, ვიღა გამოიტანს იქ. ვერავინ. ხო და მოკლედ იქ სამხრეთ ნახევარსფეროში ტარდება და დროშიც არეული არის ძირითადად დილისკენ არის, მე რა ვიცი 100 გუნდი თამაშობს და ნუ ბოლოსკენ უყურებ ალბათ. ხო. და სულ ეს იყო ნიკო. ისკენ ახლა. რომელი გუნდისკენ? არც ესე არც ისკენ არის ყველაზე კაი პასუხი, ხო. იტალია არ არის ხო. ხო, ნუ რომელიღა ტრადიციული ძლიერი საფეხბურთო გუნდები მინდა რომ დიდხანს შერჩნენ რომ ლამაზ ფეხბურთს და შინაარსიანს უყურა. ახლა უზბეკეთი რო გავიდეს იქ ფინალში და ის კაბო-ვერდე და რაღაცები, ახლა სენსაცია იქნება, მაგრამ მარტო შენა შეგილია დროის გაჭიმა. ძველი დროის ფეხბურთების დროს განსაკუთრებულად აი ვთქვათ პუშკაშის ჩეხეთი, აი რაღაც უცნაური პუშკაში იყო უნგრეთი. მე მიყვარს შესაძლებელი ვთქვი ღმერთო ჩვენ. ხო, მაგ პუშკაშის ჩეხეთი ვთქვათ, რატომაც არ ალტერნატიული ისტორია არის, სადაც ხო, არა. დნენ და იქ თამაშობდნენ ცნობილი ნაკრებები. კი, ცნობილი ქვეყნები. არის ნიკო რამე კომენტარებში? არც ერთ კომენტარი არ დაგვიწერეს. არა? არა, როგორ არა. გელენძე ირაკლი წეს რომ აღმოაჩინე რომ იცი რა არის ვიყენებ საკმაოდ ხშირად და მე დავფიქრდი და ალბათ ჯიმის ლექსიკონიდან მოხს ამოღებულია. როგორ? იცი რა არის? ხო. ჯოშუა მკლაცო წერს საინტერესო იქნება ვინმეს რომ კორუმპირებული დაუძახო და მოიხადო საპატიმრო ვადა და მე წლების მერე გავიყურეს რომ ეს კაცი მართლა კორუმპირებული ყოფილაო რა სიტუაცია იქნებაო. ბოდიშ მოგიხდი. ოხ როგორ შევწდითო. როსტო წერს რომელიც იყო დაკავებული იმის გამო რომ ფოჩო უწოდა
თავის საუკეთესო მეგობარს, ან წესოფოჩ არ ყოფილა, ჩემი მეგობარი ნაცნობობას უარყოფდა და აქედან წამოვიდა ეგ ამბავიო და მეორე ტვენგი ყოფილა ის სიტყვა და როსტო არის მისი მჯერა, მაგრამ მგონია რომ ისინი იყვნენ საუკეთესო მეგობრები. როსტო არის ყველაზე ძლიერი პერფორმანსის ავტორი სასამართლო პროცესზე კლოუნის ცხვირით რო იმას გლადიატორების მარშის მუსიკას რო ცირკის მუსიკა რო არის ხო იმას რო ამბობს და რო გადის თან და მოსამართლეს რო ეკითხება თან იქ პატრონოს იგრამ კითხოთ რატო არ ნაცემიო და თან ეს ცირკის მუსიკა იყო ფანტასტიკური მოსამართლეს გაოგნებული სახეც ძალიან მაგარი იყო წინაზე ფრაზა თქვი შენ უცნობი ტივტივებს იქ თავის კიდობნითო და Jimmy the Goat ესე ამბობენ და ბევრი ლაიქები აქვს ყველას მოეწონა ეს შენი ფრაზა შენს გარდა მე იქვე დაგიფასე ნანა ნარიმანიძე ფილმების ყურება სუბტიტრებით ბევრად სასიამოვნოა სახეობების თამაში და ემოციაც უკეთესად გადმოიცემა ავთენტური ხმით. სუბტიტრებით ვერა? ინგლისურად თუ უყურებ სუბტიტრები მაქვს უშართული, მაგრამ არ მამაქვს ვერ უყურებ ფილმს. აი ხო ესმის არის უკეთესად უყურებ? რუსულად. იცი რა არის თუ ვერ ეწევი და თუ კითხვაში ხარ და კადრს ვეღარ ხედავ ეგ რა ჰორორ ფილმებს საერთოდ ვეღარ აღიქვამე, არაფერს აღარ გიშინია. გიხმოდ რო არ გახმოვანებული ის არის სინტერშომი რო არის მოკლული ხა და კარგად დუბლირებული კაცო. ჯობა ამას რომ ჯიმიმ რაც მოყვა სვანების გინებაზე ანეკდოტი ეგ ამბავი ზუმბა მოყვა მანუში ასე 20 წლის წინო. არ დაუდია თავი ჯიმის რომ ცინცხალი. არა თან არ მithkoms რომ რაღაც ისეთი. შენი ექსკლუზივია. არანაირად. ოკეი. კაია, გინე მისვათ. ხო, ეს არის რა დღეს ჯიმი თუ ნიკო კომენტარებში, აბა. ხო. კაკეთე გაშალე ეგა უთხარი. არ გვინდა ხო ჯიმის პოზიცია უფრო ის არის მხარს უჭერ თუ ხო ჯიმი მე ხა გულწრფელად ახლა არ გვინდა დაზუსტებები აქვე შუა ლაპარაკში არ გვინდა დაზუსტებები და ჯიმი რომელიც ამბობს რომ ადმინისტრაციულ რესურსი რომელიც ამბობს რომ მართალია ჯიმის თუ უჭერს ფაქტს ლაიქ, ნიკოს თუ უჭერთ კომენტ. არა რა დღეში ჩაგაგდოთ ამ TikTok-მა რა engagement-ის ხამები გახდით არა აბა კაი რაღაცას ვამბობ ნახე აბა კომენტარზე რო დაწერეთ ჯიმი რომელიც ამბობს რომ ორი სიტყვით რაღაცა მართალია და არა ნიკო რომელიც ამბობს რომ რაღაცა ახლა სტატიების დაწერის დავალება მიეცი ახლა მინდა ნახვამდის ხო რა კარგად რა